Riyad, akhet ra. Mamy bir şey söylüyor ya. შევიდეთ და გამოახვიდეთ. გინდულა. მამამიშვილს კაფედი მიტოვლაპარაკო რომ ფეხართვის ადამიანები ვისაც სამშობლოს სიყვარული არ არის ერთადერთი პროცესი და ერთადერთი მოქმედება. დიდი მადლობა ყველას, შემოსვანეს, კოდორის ხეობას, ყველა იმ ქართველს, ვინც მომწანდა და თავისი აქ მომბრძანებით, თავისი სიტყვით უმოქმედებით, ხელში დაგვიდგა ამ ძნელბედობის ჟანრს. ჩვენასაც ხედავთ ის მხოლოდ ფრაგმენტი ამ ტერიტორიის, რომელიც ხუთონის აშენების შედეგად წყალქვეშ უნდა მოექცეს. ეს არის დაახლოებით 25%. ანუ რა ხდება აშენების შემთხვევაში? 250-ზე მეტი სახლი უნდა დაინგრეს, უნდა გაიკაფოს ყველა ტყე. უნდა ამოიწყაროს 850-ზე მეტი სასაფლაო. წყალქვეშ უნდა მოექცეს ხაიშის წმინდა გიორგის მოქმედი ტაძარი თავისი მფარველი ანგელოზით. უნდა აიყაროს და გასახდეს 1000 კაცი დაახლოებით, უფრო მეტი თუ არა. და პლუს კიდევ 50 კილომეტრიანი მონაკვეთი სვანეთის აეკარგება სვანის და გაუდაბურდება, ხდება დაუსახლებელი მთლიანად. ის რომ ეს დანესტიანებას გამოიწვევს და მისგან გამომდინარე ძალიან უარყოფით შედეგებს მისცემს სვანეთს და საქართველოს შესაბამისად ყველასთვის გასაგებია. მაგრამ გასაგები არ გახდა არაფრით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღე ბიჭიჩინებენ და გვეუბნებიან. რა მოხდა? 50 კაცია დაფიცებული, მეტი ხო არაო? აი ახლა მაინც ხო არის დასტური რომ არა მხოლოდ 50 კაცი, არამედ თქვენ ყველანი და თქვენს უკან თქვენ რომელი ოჯახის წევრები არის დაფიცებული ამაზე. ჩვენი არა, კიდევ ერთხელ გავაგონოთ ხელისუფალთ, რომ დაფიქრდნენ და ნუ შეეხებიან სვანეთს ისეთნაირად, რომ ის ჭრელოვანები სვანეთმა ვერ მოიშუშოს და საქართველოს მიადგეს უზარმაზარი ზიანი. რამე თუ რომელიმე კუთხეს ქონდა საქართველოს აღმავლობისა და მშენებლობის საქმეში დიდი წვლილი ერთ-ერთი იყო სვანეთი. დიდი მადლობა და მომავალი გამარჯვებისაკენ. დიდი მადლობა მთელ ხაიშს და მთელი ხაიშის სახელით და მთელი სვანეთის სახელით თვითონ თქვენთაგანს. ეხლა ვთხოვთ ერთ-ერთ უხუცეს კაცს, რომელსაც ენგურის მშენებლობა ახსოვს, ის ცხარე წრემლებით ახსოვს, რომელსაც ხაიშელები და სვანები ემუდარებოდნენ მშენებლებს, ნუ მოგვაქცევთ წყალქვეშო. ეს არის ბატონი კაკო ზუმაძე. ვთხოვთ ბატონი კაკო. ულმესი მადლობა ყველას, ვინც აქ გეხართ. აქ თხოვნისათვის. მე შეგაწუხებთ. ნებისმიერ ქართველმა მისი სოციალური მდგომარეობის მიუხედავად იცის, რომ ელექტროსადგურის აშენებით ქვეყნის ენერგეტიკა და ეკონომიკას გაძლიერდება, მაგრამ მშობლიურ საქართველოს ტერიტორიების საძირის და გაუქმების ხარჯზე ეს არ უნდა მოხდეს. დღეს როცა არა მარტო ხაიშის, არამედ მთელი სვანეთის თავზე დაეკიდა დამოკლეს მახვილი, რომელიც სვანეთს გაქრობა, დაცლა, გაუქმებით ემუქრება,
საქართველოს უბეროტეს მტრად მოიაზრება ყველა მინისტრიდან დაწყებული რიგით მოქალაქემდე, ვინც დაშინებით ითხოვს ხუდონგესის აშენებას. საქართველოს ახსოვს ისეთი პირსისხლიანი მტრები, როგორიც იყვნენ თემურლენგი, შაჰ აბასი, აღა მაჰმად-ხანი, რომელთა მიერ მიყენებული ჭრილობები საქართველოს ასე თუ ისე მოიშუშა და ნაომარ ნახანძრალ ტერიტორიაზე აღორძინდა სიცოცხლე და კვლავ-ომახიანად ჟღერს ქართული მრავალჟამიერი დაოროველა. მაგრამ ხუდონგესი რომ აშენდება, ხაიშელებს გადაასახლებენ. ენგურზე მორიგი გესების მშენებლობის გამო სვანეთი დაიცლება. ხაიშელების და სხვა სოფლებიდან გადასახლებულ და შთამომავლებს თუ როდისმე მოუნდება სვანეთში დაბრუნება, ამას ვეღარ შეძლებს, რადგანაც სვანეთის გარკვეული ტერიტორია წყლის ქვეშ იქნება მოქცეული და ამდენად ეკოლოგიურად გამოუსადეგარი და გაუქმებული. გეკითხებით ყველას, ყველა მტერზე და ყველა დამპყრობელზე უსასტიკესი და უბოროტესი მტრები არ არიან ის მტრები, რომლებიც გეგმავენ ხაიშის ჩაძირვას და მთელი სვანეთის საქართველოს რუკიდან გაქრობას. ენერგეტიკის სამინისტროს მესვევრები ცდილობენ საზოგადოების ყველაფერნა მოატყუონ თანაბარი დოზით, როცა სრულ პატრიოტებად გამოჰყავთ თავი, ვიმტკიცებენ, რომ ქვეყანა დაიღუპება თუ ხაიში არაუყარეთ და არ ჩაუძინეთ. ამ შემთხვევაში სარგებლიანობა იქნება მხოლოდ 10 ტოლი, ხოლო ზარალი, ტრაგედია ტოლი იქნება მილიონის. ხაიში იყო სვანეთის ჭიშკარი და დამხდური სვანეთის ყველა სტუმრისათვის. დღეს ხაისზე გადის ფრონტის წინახაზი. მეტგრად ძირფასო ხაიშელებო მთელ სვანეთთან ერთად მეტგრად წინააღმდეგეთ ხუდონგესის მშენებლობას. გადავარჩინოთ ხაიში, სვანეთი და ერთიანი საქართველო. დიდი მადლობა. დიდმა წინაპარმა რა ფიცით დადოთ დიდგორის ბრძოლაზე, იმ ფიცით გიერთებით თქვენ. ვისაც სურვილი გაქვთ, ფიცით შემოუერთდით, ვისაც მხოლოდ სურვილი გაქვთ. თქვენ შემოგევლეთ რა, თქვენ ხაიშელები მაგალითი ხართ ჩემთვის, ერთობის და ვაჟკაცობის და კაცობის. თქვენ გავიგებ მაგალითს და ფიცით მე ხელმოწერით მოლახის თემიდან იოსელიანი ირაკლი ფიცით უერთდები და რომ დავამატებ რას ღირსებას პირდებოდნენ ჩვენ ეს ხელისუფლება. მე არ მინდა ეს პოლიტიკასთან არაფერ შუაში არ არის, მაგრამ აუცილებლად უნდა შევეხო. პირდებოდნენ ღირსებას დაგიბრუნებთ ყველა ქართველზო. იცით რა, მე დღეს ღირსება აყრილი ვარ. თუ ჩვენ ფიცს არ გაითვალისწინებენ, ყველას ღირსება იქნება აყრილი. ყველა ქართველის, არა მარტო სვანის, ყველა ქართველის. უნდათ ღირსება დაგუბრუნონ ქართველებს, მაშინ პატივისცენ ჩვენ ტრადიციას და ჩვენ ხატს და ჩვენს ერთობას ცენ პატივი. მეორე არის კიდე რითი შეუძლიათ რომ ღირსება დაგუბრუნონ. მე პირადად არ ვაპირებ არც გალაშქრებას, არც ხელისუფლების წინააღმდეგ, არც ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ. მე ვარ ერთი უბრალო რიგითი ჯარისკაცი, რომელსაც მსურს მხოლოდ ვიყოთ ჯარისკაცი. სისხლით და ხორცით არის გაფხვერებული ეს მიწა, რომელიც დღეს თუ არა ხვალ წყალს უნდა გაატანონ. აი ამის ფიცია ჩვენი ფიცი. იმის ფიცია რომ ხოლმე მინდა სამებავრო რომ მე-12 საუკუნეში ტაძარი აშენებული იყო, აშენდა, ეხლა აღდგა, ეხლა მოიხატება ღვთისშეწევნით და ხელს ვერავინ ვერ ახლებს, სანამ ცოცხლები ვართ. აი ეს ფიცია დღეს ზუსტად, აი ეგ ფიცია, ჩემი ფიცი და ხაიშელების ფიცი და ყველა სვანის და ყველა ქართველის ფიცი. თქვენ შემოგევლეთ რა, კარგად დავიმახსოვროთ, ჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილის სახელოვანი. მეორე შანსი აქვს რა, არავით არის, მე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, არც ხელისუფლების წინააღმდეგ ვილაშქრებთ, არც იარაღს ვიღებთ, არაფერი. როგორც ჯალალედინის დროს 100,000 მოწამენ, თავი დადო, აი იმის და მსგავსად, მე ღმერთს ვევედრები ამის ძალა მომწეს, მოვიდეს კალაძე, თავისი ჯალათებით, თავი მომაჭრას და ჩემი ცხეული და იმ შეფიცულების ცხეული ჩაუტინონ იმ დეტოს და შემდგომ აშენონ. შანმალა მიშკულა და ისკვეგიტი. მე კიდე 20 წლის წინ ამის წინამდე ვიბრძოდი. როცა ძუძუმწოვარი ბავშვი ჩემ მეუღლეს ჩამოყავდა და ძუძუს ვაწოვებდი, სადაც ვშიმშილობდით. მაშინ
ზოგმა ზვიადი საყვარლები ვიწოდეს, ზოგმა რა ვიწოდეს, ზოგმა რა. აი დღეს მაშინაც რომ ესეთი ერთობა ყოფილიყო, ამას ვეღარ გაიმეორებდნენ, მაგრამ თუ გაიმეორეს, ამის უფლებას არავის არ მივცემთ. რადგანაც მიხეილ ხერგიანი ახსენა ჩვენმა მირონმა, მე ვიტყვი, როდესაც საფრანგეთში პოლიტიკური საქმე იყო მაშინ, სანამ ასე არ გამოაცხადებთ სვანი მიხეილ ხერგიანი საქართველოდან მე არ მივიღებო მონაწილეობას. იმდენად ლამაზად უნდოდა საქართველოს წარმოჩენა და ჩვენ ყველას კაი სპორტსმენის სახელით მიყვარს მამაკაცი და ამისათვის ეს ხო არ გონიათ რომ აქ ბურთს ან შენ კარში გაიყვან ან ჩემ კარში. აქ არის ხუდონგესი, რომელიც ჩაძირავს ჩემს ლამაზ სვანეთს, ჩემს ლამაზ ქვეყანას, ჩემს საქართველოს, ჩემს სამეგრელოს. მე არავის არ ჩავაძირვინებ. რატო ჩემო ლამაზო ირაკლი, შენ რატომ დედები დავიხოცები, ჩამაგდონ. მე რა, მე ხო ნაშიერი მრჩება, განაგრძობენ სიცოცხლეს. დედებო, იმ თუ ჩვენ დავიხოცოთ და ჩავარდეთ იმით დასაწვა ხუდონგესში. არა, ხუდონგესი არა, ეს არის სვანეთი. როდესაც 62 წელს სოფლიო კონგრესზე გაიტანეს ელგურგესის მშენებლობა, სოფლიომ დაგმო, რომ ესეთ სწრაფ მდინარეებზე ესეთი გესები არ აშენებულიყო. რადგანაც მაშინ რუსეთი მოგვერი აგვიშენეს ხუდონგესი. მე მახსოვს ერთი თვე პურს ვერ ვაცხობდი, იმდენად გვიჭირდა, მაგრამ იმდენად მიყვარს მიშკუშვან, რატომ ანგრევ თავზე, რატომ ძირავ, როცა წყალი ყველაზე ძალიან მეზარება. მიშკულადასკე, ივალადა მოსავალ ჩავძირულ ვიყავით. მიშკულადა მიშკუს საქართველოს, ქართველებო შემოგევლე თელი სულით, თელი გულით, მიშკუშვანას მიშკულადა, მანა ერთიანად ვიყვარხა, შემოკარგებო. ცხედა უფრო ესმით, როგორც ჩანს ზოგიერთებს. ცხედაზე არანაკლები ფასეულობის, კულტურული ფასეულობის მატარებელია ზემოსვანეთი თავისი კოშკებით, თავის ეკლესიებით და თავის ძეგლებით. და თუ კი იმას რაღაც განათლების პრობლემა აქვს, ეს ჩვენი გადასახდელი არ უნდა იყოს. აქ მე ძალიან ბევრი გირსეული ადამიანი ვნახე. ნახე პიცი და პიცი არის უმაღლესი გამოხატულება პირობისა. აი აქ შეიძლება იქნებ კიდევ ერთხელ. პირობა ხელისუფლებას აქვს დადებული. პიცი ვერ გაიგეს, მაგრამ საკუთარი პირობა ხომ ახსოვთ. პირობა იყო ასეთი. საქართველოში დიდი კაშხლების და ატომური სადგურების აკრძალვა. მოდი, მოვთხოვოთ ის რაც ჩვენია. ჩვენ ქვეყანაში ხელისუფლებას ვირჩევთ ჩვენ და მას უნდა მოვთხოვოთ საკუთარი დაპირების შესრულება. პიცი არის დღეს აქ დადებული, ამით მე ბატონ მირონთან ერთად, რომელსაც ბაზლობას ვუხდით დღევანდელი დღისთვის კიდევ ერთხელ თბილისში შევუერთდი ბევრ ადამიანთან ერთად თბილისის ხანოებას, ყველა ქართველს და არაქართველსაც, ვისაც აქვს შეგრძნება სამშობლოში და სოფლიო ღირებულებების მოუწოდებთ ხანოებას ორის ნახევარზე პარლამენტთან შეიკრიბონ სვანი, ყველა ქართველი, ყველა ადამიანი უნდა იყოს პარლამენტთან, რათა არის დაწყებული და ახალი ძალით გადახრებული ბრძოლა თბილისში გაგრძელდეს და ხელისუფლება მიუხედავად რომ ჩვენ ქვეყანაში ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან თქვი ალბათ თავის დროზე, ეს იყო გაეროს ტრიბუნა, რომ თუ საქართველოში არ იქნება დღე, თუ საქართველოში არ იქნება ხეობები, არ იქნება ქართველები თქვა. მოდით, ყველაზე მძიმე ჩემთვის და ემოციურად ძნელი სათქმელი იყო ეს, იმიტომ რომ ვიცი, რომ ძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ბუნება. დღეს ჩვენ ხუდონის წინააღმდეგ თუ გამოვდივართ, ჩვენ ვითხოვთ ერთ რამეს. აგვიხსენით, რატომ უნდა ავაშენოთ. აგვიხსენით, რატომ უნდა გავაკეთოთ მანდამაინც იმის ხარჯზე, რომ თუნდაც ერთი ადამიანი იყოს გადასასახლებელი, არ შეიძლება სოფლის განკორება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პირობა, რომელსაც დღეს მთელი საზოგადოება, მსოფლიო საზოგადოება უყურებს ნებისმიერ ინვესტორს.
ამიტომ პირველ რიგში თქვენ მინდა მადლობა მოგიხადოთ, რომ ხედავთ იმას, რომ გიყვართ ეს ხეობა და ვიცი, რომ ბუნება იცავს ამ სოფელს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სოფელი იცავს ბუნებას. მოდით დავიცვათ ბოლომდე და ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით. 20 წლის წინ ჩვენი ორგანიზაცია იდგა აქ. დღესაც ვდგავართ და ყოველთვის ვიქნებით თქვენ გვერდზე. არ შეიძლება აშენდეს ისეთი რამ, რაც დაანგრევს სოფელს. მადლობა. დიდი მადლობა. საქართველოში ყველა სიკეთე ახალგაზრდობისგან იწყებოდა და დღესაც აი ამ საქმეში თბილისში და მთელ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პირველი სტუდენტები გამოიხმაურნენ. ეს ის სტუდენტებია, რომლებიც ვერ იყიდეს, რომელთა სული თის წყაროსავით ანკარაა. მათი შეცვლა ასეული ვერ იქნება და მე მინდა ამის შესახებ თვითონვე მათ მოვუსმინოთ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა წარმომადგენელს ბატონ ლორდ კიფანიძეს ვთხოვთ სცენაზე. მოგესალმებით მეგობრებო, ჩემთვისაც ძალიან რთულია ასეთი გამოსვლების შემდეგ ასეთი საზოგადოების წინაშე გამოსვლა, მაგრამ არ შეიძლება რომ არ გითხრათ. თბილისში და მთელ საქართველოში სტუდენტები, სხვადასხვა ფაკულტეტის, სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები ცდილობენ რომ იყვნენ თქვენდამი სოლიდარულები, თქვენ ამოგიდგეთ გვერდით და გითხრათ რომ არ ხართ მარტო, თქვენ ტკივილს, თქვენ გასაჭირს, თქვენ განსაცდელს ვიზიარებთ ჩვენ. არა ხუდაეს! სიტუაცია ძალიან მარტივია. ერთ მხარეს არის კომერციული სიხარბე, ფულის მოხვეჭის ავადმყოფური სურვილი, სხვა ქვეყნების ენერგოუსაფრთხოება, სხვა ქვეყნების ენერგოდამოუკიდებლობა, მეორე მხარეს კი დგას თქვენი სახლები, თქვენი შინამეურნეობა, თქვენი სკოლა, თქვენი კულტურული მემკვიდრეობა, თქვენი ეკლესია, თქვენი სასაფლაო, თქვენი ინტერესი. ერთ მხარეს არის ფული და მოგების სურვილი, მეორე მხარეს არიან ადამიანები და ნებისმიერმა არჩევანი უნდა გააკეთოს ადამიანების სასარგებლოდ. არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ დავუშვებთ კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ბრძოლას, ვინც არ უნდა იყოს ამ ბრძოლის მოთავე. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ ჩვენ უმდიდრესი ეკოსისტემების, ტყეების, ბუნების წინააღმდეგ ბრძოლას და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლას. აუცილებლად ციფრების ჩამოთვლას მე არ დავიწყებ ახლა, მაგრამ თავარი რაც ყველაზე მეტად მე მტკივა, ყველაზე მეტად მე მაღიზიანებს, გამოდიან მაღალჩინოსნები, ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც არც განათლებით, არც ცოდნით, არც კომპეტენციით, არც ღირსებით, არც პატიოსნებით გამოირჩევიან და ჩვენ გვეუბნებიან, რომ თქვენ მიდიხართ სახელმწიფოს წინააღმდეგოდ. ჩვენ მათ უნდა უპასუხოთ, რომ სახელმწიფო არ არის კახა კალაძე, სხვა მაღალჩინოსნები სახელმწიფო ხართ თქვენ. არსებობს ერთადერთი ლოზუნგი, რომელიც აერთიანებს ყველას და ეს ლოზუნგი არის არა ხუდოხეს! არა! არა ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლას! გავიდა ერთი წელი და რატომღაც ეს ადამიანი გამოვიდა და ბრძანა რომ კი დაიტბორება დინარე სახლები, კი დაიტბორება ძეგლები, მაგრამ ჩვენ გაგებით მოვეკიდოთ და ეს ხესი უნდა აშენდეს. ეს ხესი არ აშენდება. შემდეგ დადგა რამდენიმე დღის წინ გამობრძანდა ენერგეტიკის მინისტრი და ბრძანა რომ ჩვენ ეს დაპირება არ გაგკეთებია. აგერ კარგად ხედავთ თავიანთ წინასაარჩევნო პროგრამას, სადაც ნათლად წერია რომ ეს ხესები აიგზალებოდა. მაგრამ რატომღაც ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს ამ პოლიტიკას. მე მინდა ვთქვა რომ ამ ადამიანებს გონიათ რომ ხე არის მარტო ის რომ დაწვა, ცხოველი და მოკლა და ასე შემდეგ. მაგრამ მე ერთი რამე მინდა ვთქვა სტუდენტების სახელით არ მომხდე ჩემი თავიდან გამომდინარე ვამბობ. ეკოლოგია არ არის მარტო არ შექმნა სამყარო მარტო ადამიანებისთვის. ეს სამყარო არის ერთიანობა ამ ყველაფრისა.
ცხოველების დამოკიდებულება, ადამიანების დამოკიდებულება სამყაროსადმი და ეს ფიცი ზუსტად, რომელიც აბუჩათ აიგდო ენერგეტიკის მინისტრმა, გამოხატავს ამ ადამიანების დამოკიდებულება სამყაროსადმი და სანამ ვერ მიხვდებიან ეს ადამიანები, ადამიანი არ იზომება მეგავატებით, ადამიანი იზომება გულით. ჩვენ მოვდივართ სიყვარულით, ისინი მოდიან გულით, ჩვენ მოვდივართ თანადგომით, ისინი მოდიან დაдрოებით იმისა, რაც 1000 წლების განმავლობაში ყალიბდებოდა. სვანეთში არ არის ეს მოვლენა, რომელიც შეიძლება ესე აბუჩათ ავიგდოთ. 1000 წლების მანძილზე ეს ტრადიციები ყალიბდებოდა იმის გამო, რომ ეს ბუნება იყო ასეთი. ის იდენტობა, რომელიც მოგვანიჭა ჩვენ ბუნებამ, თუ დავკარგეთ, ჩვენ დავკარგავთ იმ უნარსაც, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ უსამართლობას. და ამ ბრძოლის შედეგად ადამიანი კაცობრიობა მივიდა იქამდე, რომ სახელმწიფომ პრიორიტეტად დააყენა ადამიანი და მისი უფლებები. და თავარი არის ადამიანის უფლებები. თუ ერთი ადამიანის უფლება მაინც დაირღვა, შესაძლებელია ხვალ დაირღვეს ყველასი. ამიტომ ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ, სოლიდარობა გამოუცხადოთ სვანეთს და მთელი საქართველო ერთად უნდა დადგეს. არ შენდება არც 1 მეტრი და არც 2 მეტრი, არაფერი არ შენდება. სულ ეს.